ემიგრანტები შეურაცხყოფილები და გაბრაზებულები არიან ქართული ოცნების განცხადებით, რომელმაც ფაქტობრივად საზღვარგარეთ მყოფ ქართველებს აუგრძელა არჩევნებში მონაწილეობა და კონსტიტუციით გარანტირებული უფლება ფაქტობრივად ჩამოართვა დაუანონსა ამ უფლების წართმევა. მათთვის გამაოგნებელი იყო შალვა პაპუაშვილის განცხადების ის ნაწილი, რომელმაც მოუწოდა საქართველოს მოქალაქეებს, რომ თუ არჩევნებში მონაწილეობა უნდა 4 წელიწადში ერთხელ ჩამოვიდნენ და ასე ისარგებლონ ამ უფლებით. მათი შეფასებით ეს არის ცინიკური, ირონიული და ახსენებენ შალვა პაპუაშვილს, რომ მილიონ ადამიანზე მეტი არის ემიგრაციაში წასული, მათ შორის არიან არალეგალურად მყოფები და სვამენ კითხვას, როგორ ჩამოვიდნენ ისინი საქართველოში ერთი დღით ხმის მისაცემად, მაშინ როდესაც უკიდურეს გაჭირვებას არიან ახლა გაქცეულები და ისინი ინახავენ თავიანთ ოჯახებს. გარდა ამისა, მათთვის გამაოგნებელი არის კიდევ ერთი ნაწილი, როდესაც შალვა პაპუაშვილი მათი შეფასებით პროპაგანდისტულ გზავნილს აკეთებს და ემიგრაციაში მყოფებს გარეთ ძალების გავლენის ქვეშ მოქცეულობად მოიხსენიებს. ამბობენ, რომ ვერც ერთი მტკიცებულება პაპუაშვილს ამის ვერ ექნება. ისინი ემიგრანტების დაკნინებას ცდილობენ, რადგან ემიგრაციაში მყოფი ადამიანების უმრავლესობა არის სწორედ ოპოზიციის მხარდამჭერი. ქართულ ოცნებას ბოლო არჩევნების პერიოდში არ ყოლია ამომრჩეველთა დიდი ნაწილი ემიგრაციაში წასულები. სწორედ ამიტომ თვლიან, რომ ახლა პროპაგანდისტული მანქანა ამუშავდება მათ წინააღმდეგ. შესაბამისად, ემიგრანტები ამბობენ, რომ ქართული ოცნება ფაქტობრივად მათ მოქალაქეობასაც კი უზღუდავთ. საინტერესოა, რომელ ორგანიზაციებთან, რომელ ავტორიტეტულ ორგანიზაციებთან ერთად კონსულტაციაში შეიმუშავეს ეს, გარდა ვთქვათ რუსი ინსტრუქტორებისა, რომლებიც მათ პირდაპირ მითითებებს აძლევენ. ბუნებრივია ამ ცვლილებებს არანაირი ლეგიტიმაცია არც ქართველი ხალხისგან, არც დასავლეთისგან არ ექნება. უბრალოდ ჩვენ რა თქმა უნდა ვიცით და ვხედავთ, რომ ამ დე-ფაქტო ხელისუფლების ერთადერთი ამოცანა არის ძალაუფლების შენარჩუნება, როგორც ჩვენ დავარქვით, მიდის ახლა კონსოლიდაცია იმ თვალსაზრისით, რომ ასე ვთქვათ, ერთ ვერტიკალს ემსახურებოდეს, რომელიც თავიდან ბოლომდე ასე ვთქვათ, რუსეთისგან იღებს ინსტრუქციებს, მათ არ ადარდებთ არაფერი სხვა. მე ვფიქრობ, რომ აქ უფრო შორს მიმავალი გეგმები აქვთ ამათ, რადგან აგერ გავიგე ახლა, რომ სანაკოვის ეგრეთ წოდებული ადმინისტრაციას დაუქმებენ, ეს ერთი მოთხოვნა იყო კიდე რუსებისგან. სჭირდებათ კონსტიტუციური უმრავლესობა თავდაუსხმელობის შეთანხმების მისაღებად, რომელიც არ აქვს და სავარაუდოდ ესენი ემზადებიან საპარლამენტო არჩევნებისთვის ვადამდელი. ყველა და ყველაფერი უკვე გააქრეს ქვეყნიდან და ქვეყნასთან მიმართებაში. დარჩა წინააღმდეგობის ერთადერთი რაღაც შუქურა უცხოეთში ცხოვრები ქართველები, რომლებიც ასევე ფინანსურად აძლიერებენ დღეს ქართულ სახელმწიფოს. ვერ ახდენენ ზეწოლას და манипуლირებას საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებზე. ამიტომ ყველანაირად ცდილობს ქართული ოცნება, რომ კონტროლი მოახდინოს ხალხზე არჩევანზე და ჩვენი ქვეყნის მომავალზე. და რა თქმა უნდა, ჩვენ მივმართავთ ევროპარლამენტს, ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ევროპის საკითხების მინისტრს ასევე ისევ, რომ ისაც საქართველოში ხდება როგორმე მოხდეს ამ ყველაფრის შეჩერება. ძალიან შეშინებულები არიან ემიგრანტების ხმებით, იმიტომ რომ როგორც მოგეხსენებათ, წინა არჩევნებზე, საპარლამენტო არჩევნებზე ემიგრაციიდან ისეთი შედეგი დაიდო, როგორიც უნდა დადებულიყო, ანუ ობიექტური ძალიან, ხო, გაიმარჯვა პროევროპულმა ოპოზიციამ და აი ამის ძალიან შეეშინდათ. ეს არანაირი გარეთ შარევა აბსოლუტურად არაფერი არ არსებობს. თუ გარეთ შარევაა და თუ ეშინიათ რაღაცეების, თვითონ რატო დარბიან ასე ყოველთვის ევროპაში? რაჩვენა ბოლოს საპარლამენტო არჩევნებმა 2024 წელს ქართულმა ოცნებამ საზღვარგარეთ უბნებზე 14%-მდე ამომრჩევლის მხარდაჭერა მიიღო. ოპოზიციური პარტიებმა ერთობლიობაში გაცილებით მეტი პროცენტული მხარდაჭერა მიიღეს. შესაბამისად, ხელისუფლების ოპონენტები ახლა თვლიან, რომ რეალურად ქართული ოცნება აგრძელებს იმ გეგმას, რაც მოსკოვიდან მიიღო. ყველა იმ ველის მოსუფთავებას ცდილობს, სადაც შეიძლება რაიმე სახის წინააღმდეგობა იხილოს. შესაბამისად, ახლა ჯერი დადგა ემიგრანტებზე, რომლებიც ღია დაფიქსირებენ უკმაყოფილებას საქართველოს ხელისუფლების მიმართ და თვლიან, რომ ახლა ქართული ოცნების და ივანიშვილის გუნდის მიზანი სწორედ ეს არის, რომ ოპოზიციური პარტიების ჯერ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართვით და გაუქმებით, შემდეგ უკვე ფაქტობრივად არჩევნების მიტაცებით სრული საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვონ.
ბოლო წლებში ჩატარებული არჩევნების, მათ შორის განსაკუთრებით 2024 წლის არჩევნებს უკავშირდება ის, რომ რეჟიმმა გადაწყვიტა გააუქმოს პროდასალური პოლიტიკური პარტიები. ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც მის რეჟიმს უქმნია საფრთხეს, რომელსაც აქვს ხალხის ნდობა, ადგა და გადაწყვიტა, რომ უნდა გაუქმნეს საერთოდ და საკონსტიტუციო შეიტანოს არჩევნები. ეხლა თვითონ ნახა, რომ ქვეყნის გარეთ ის არჩევნებს ვერ აყალბებს, ამიტომ გადაწყვიტა, რომ ქვეყნის გარეთ ჩვენს, რა ვიცი, უამრავ ადამიანს 100,000-ობით, მილიონზე მეტ ქართველს საერთოდ ჩამოართვას ხმის მიცემის უფლება. შესაძლოა საბოლოოდ მივიდეს იქამდე, სადაც, რა ვიცი, ბატონი პაპუაშვილები თუ ვიღაცები კანონში ჩაწერენ, რომ მხოლოდ ქართული ოცნების აღმრჩეველს ექნება საარჩევნო ხმის უფლება ამ ქვეყანაში. არც ეგ არ არის, ხო, გამორიცხული იმის შემდეგ, რასაც ისინი აკეთებენ. რა თქმა უნდა, წუხილი პირველ რიგში ალბათ ეს იყო მათი, რომ არ უნდა დარჩენილიყო სივრცე, სადაც მოხდებოდა შედარება, რა ხდება მაშინ, როცა არის манипуляციები და რა ხდება მაშინ, როცა манипуляციების გარეშე ტარდება არჩევნები. ამის შესაძლებლობას იძლეოდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები, სადაც შედეგებმა გვაჩვენა, რომ ქართული ოცნება გავიდა მეხუთე ადგილას. აქედან გამომდინარე, მათი ლოგიკით დიახ, უნდა გაეუქმებინა. თუმცა ასევე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ სულ დღეშია ამ წუთას ქართული ოცნება ზოგადად მისი საქციელები ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ის რომ იყოს კარგ მდგომარეობაში ახლა, ასეთი ტიპის რეფორმებს თუ რაღაც ბჭყალებში ცვლილებებს არ განახორციელებებს. ის რომ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ, აუკრძალო არჩევნებში მონაწილეობა, ამას აქვს ერთადერთი მიზანი რეჟიმის მხრიდან ბოლო არჩევნებზე მათ კატასტროფული მარცხი განიცადეს ემიგრაციაში. იციან, რომ ემიგრანტების უმრავლესობა არის რეჟიმის წინააღმდეგ, იციან ისიც, რომ ისინი აქტიურად მონაწილეობენ ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაში, შესაბამისად რეჟიმისთვის ეს არის პრობლემა. ქართული ოცნების წარმომადგენლები დღეს პირდაპირ საუბრობდნენ იმაზე, რომ ამომრჩეველს, რომელიც საქართველოს საზღვარგარეთ იმყოფება, ფაქტობრივად მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე ხმის უფლება წაერთვება და თუ მათ არჩევნებში მონაწილეობის სურვილი ექნებათ, ისინი საქართველოში უნდა ჩამოვიდნენ.